გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გამარჯობა მოგესალმებით ანუ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის ყველა პატიმარს, ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ალეკო ელისაშვილს, რომელსაც სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა ტერორიზმის ბრალდებით. ამ საქმეში თვითონ ალეკოც არ უარყოფს რომ დანაშაული ჩაიდინა და დააზიანა სახელმწიფო ქონება, მაგრამ ჩემი სოლიდარობა აქ გადაწყვეტილებაზეა ზოგადად. ალეკო ელისაშვილი სახელმწიფომ გამოაცხადა ტერორისტად, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ალეკოა ტერორისტი და აი ხალხმა რომლებმაც სააკაშვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკა გადაწვეს და გლდანში ნაცების ოფისი რო გადაბუგეს, ეგენი იყვნენ ცეცხლთაყვანისმცემლებიო თურმე და რიტუალს ასრულებდნენ და ალეკო არის ტერორისტი. ეს რო განვასხვაოთ ერთმანეთისგან. როგორ პარადოქსულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. კომპიუტერის სამცალ მონიტორზე ნავთის დასხმისთვის ტერორიზმის მუხლით 13 წლით ციხეში გაუშვა ელისაშვილი კაცმა, რომელმაც საყდრისი ააფეთქა და ტერორისტად კი არა, ერის მამაც შევრაცხეთ. ესო ერის მამა არისო ხალხო. და ალეკო ტერორისტია. სასამართლო სისტემის ბრჭყალებში მიღწევები ამით არ შემოიფარგლება, გრძელდება საბოტაჟის საქმე, რომლის მიხედვითაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ასევე ემუქრებათ ციხე. ამ პროცესზე სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი თუ შაქარიშვილი თუ რომელიღაცა შაქარი და გოგა ხაინდრავა. აი ესენი აძლევენ ჩვენებას ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომ ესენიო უცხო ქვეყნის აგენტები არიანო. ნანა კაკაბაძე, შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა, მეგობრებო. აი რომ ამბობენ ჩვენი ქვეყანა ჩალით არისო და დაფარულიო, ვერ დაგეთანხმებით. ჩალით კი არა, რაღაცა სქელი იზოლირებული, რაღაცა მასალით არის დაფარული, თორე ღმერთი რომ ამას ხედავდეს, ასე უპასუხოდ არ დატოვებდა ამ ამბავს. აი რა გითხრათ, ზურა ჯაფარიძე რომ აგენტია და გოგა ხაინდრავა ქვეყნის პატრიოტი, მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს აი ამ ქვეყანას. მაგრამ გაბრაზებაც არ ღირს, რადგან რასაც ვიმსახურებთ, ზუსტად ისეთი პატრიოტები ყავს, ისეთი მთავრობა ყავს და ისეთი პრეზიდენტი. ამიტომ ამაზე კი არ უნდა გაუბრაზდეთ, არამედ ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა, ხვდებით? აი ჩვენ თავში. აი თქვენ გეუბნებით ახლა, აი შენ გეუბნები აი ეს ინფორმაცია რომ მოისმინე და ტახტზე წამოწოლებმა გვერდით რომ გადაბრუნდი. იმიტომ რომ იქითა გვერდი ცოტა დაგიბუჟდა რა, ის ნაწილი დიდი ხანი იწექი იქით მხარეს და დაგიბუჟდა და ხელში კიდე მეორე ხელში კიდე ტელეფონი გიჭირავს და TikTok-ს ათვალიერებ და უყურებ აი შაურმის რეკლამას როგორ აკეთებენ ინფლუენსერები, თან ის მოგწოს როგორ ჭამენ. აი შენ გეუნები ზუსტად. შენი ბრალია, შენ თავში უნდა ეძებო ეს პრობლემა. რადგან სასამართლოს და პატიმრების თემას შევეხე, მინდა ერთი პატიმრის შესახებაც გითხრათ. გახსოვთ ხომ რა ბრალდებით და როგორი ფორმით დააკავა ქართულმა ოცნებამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ნახოთ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის პოსტი. ჩვენი ოჯახის მსგავსად ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ. აი ახლა რომ მინდოდეს დალოცვა და რომ ვთქვა რომ როგორც თქვენი ოჯახი გადაარჩინა, ისე გადაარჩინოს ყველა ქართული ოცნების წევრის და ჩინოვნიკის ოჯახი თქო. აი ეს რო გითხრა, დალოცვა კი არა, შეიძლება სკროლვის სააგენტო დამაჯარიმოს 100,000 ლარი წყევლისთვის და აუგად მოხსენიებისთვის. აი რა ვიცი, არ ვამბობ სიმართლეს, ხო ვამბობ სიმართლეს. მოკლედ მე მხოლოდ
იპოთეკის სესხი მეგონა დაუსრულებელი და თურმე მადლობების გადახდის ხელშეკრულება იპოთეკაზე ხანგრძლივი და მკაცრი ყოფილა თურმე ამ ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ვახსენეთ და აქვე მინდა შემოგთავაზოთ ამ კვირის ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ბიძინა ივანიშვილმა ყოველთვიური დახმარებები შეუწყვიტა ცნობილ ხელოვანებს. ორა უეცრად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ვაი რომ არაფერი ყოფილა მარადიული. ნეტა ნელ-ნელა მაინც შეგემცირებიათ, მაგრამ არა. ასე ყოფილა წუთისოფელი. არავინ იცის, როდის შეწყდება SMS-ების წკრიალი თქვენს ტელეფონში. ხედავთ ამ საზიზღარმა ნაციონალებმა რა დღეში ჩააგდო ხალხი? ხო ზუსტად ნაციონალებმა მიწერეს იქ deep state-ში წერილები. მე იმ deep state-მა თანხები გაუყინეს აქ ბიძინას. კაც ხალხის დასახმარებელი ფული აღარ დაუტოვეს. ვინ არიან ეს მხეცები, ეს ნაციონალები? რით ვერ მოვიშორეთ? მაგათი ბრალია, რომ მსახიობების რაღაცა დიდ ნაწილს დახმარებები შეუჩერეს. ყველასთვის არ გაუქმებია დახმარებები იმ ღვთისმიერ კაცს, როგორც ირკვევა ნინელი ჭანკვეტაძეს და ქეთი დოლიძეს დაუტოვა. იცით რატომ არ გაუუქმა? იმიტომ რომ 5 მილიონი თითო სოფელს არის ამათი მოფიქრებული და ამათი ექსკლუზივი. ეგეთი კრეატიული დაპირება ჯერ სამყაროს არ ახსოვს. სამყაროში არ მოუგონია არავის. თან იმპროვიზაცია იყო, ხვდებით? და იმპროვიზაცია იყო, თან მაგრათაც გაისროლა. მიხდი აი ახლა აბა როგორ მინდა 5 მილიონი თითო სოფელს უცებ მოგაგონდა და თქვი რა და შვენივრად ხალხშიც შვენივრად შეიჭამა ეს რა ქვია დაპირება. იცი რა არის? ბიზნესიც მესმის ცოტა ესეთი ამბავია ხა როცა ქვეყანაში ოპოზიცია დასუსტებულია. არჩევნებს აზრი არ აქვს. ყველა ლიდერი ციხეშია. მაგ დროს რაღაც საჭიროა დააფინანსო მსახიობი ქვეყნის წინაშე შეტანილი წვლილისთვის და დამსახურებისთვის. ბიზნეს როცა უჭირს, მაშინ არის მსახიობი სახალხო არტისტი, თორე ისი არავინ არ არის. როცა არ უჭირს. ასია, ესეა დალაგებული. ქვეყანაში განუკითხაობაა ირღვევა ადამიანის უფლებები, იმატებს პოლიტპატივრების რიცხვი და ასე დროს რაღაც სამართალს და იმედს ელოდები დასავლეთიდან, მაგრამ ამ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩაეხსნა ცივილიზებულ დასავლეთს. რამდენიმე დღის წინ ეუთომ უპრეცედენტოდ მკაცრი დასკვნა გააკეთა მთავრობის მისამართით და ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა საპასუხოდ? პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ნახოთ ეუთოს დასკვნაზე რა კომენტარს აკეთებს ოცნების დეპუტატი გორდულაძე. ნახოთ. ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა. აი ვერ მოისვენა გლობალური ომის პარტიამ და მძინარე ეუთოსაც დაარტყა. გორდულაძე რომ გაგახსენოთ, ის კაცი აი პარლამენტში რო ჩხუბი იყო ამას წინ და პატრიარქის ლოჟიდან რო ურტყავდა ფარულავას, აი ეს არის მართლა გეუბნებდი, რომ პატრიარქის ლოჟიდან ჩვეულებრივად იბრძოდა იქიდან. მოკლედ ამ გლობალურმა ომის პარტიამ ჩამოშალა და ჩამოანგრია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროსასამართლო, ეუთოც კი. მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ორთაჭალის ოფისს ვერ მოუხერხა ვერაფერი. და ვერც მოუხერხებს. იმიტომ დგანან მაგრად. აქამდე ხო deep state გვიტევდა, ახლა უკვე ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა საპასუხო დარტყმა განახორციელოს. ნახოთ ირაკლი კობახიძის თავზარდამცევი განცხადება, ჩვენ გვსურს ბრიტანული deep state-ის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რაღაც რომელიც ამხელა ამერიკაზე ძველია და ფესვგადგმულია, იმის დამარცხება უნდა ირაკლი კობახიძეს. რომელსაც მელია რო გამოეკიდა, ისეთი სახე ქონდა, შემეში და რამე არ დამართნოდა. აი, მოდი გავიხსენოთ ეს ფოტო. აი, ესეთი საინტერესო სახე ქონდა დათაშორის. მიმართავ მთელ მსოფლიოს, თქვენ არ იცნობთ ქართულ ოცნებას. თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე. გააღვიძეთ მხეცი, ახლა შედეგებს დაელოდეთ. ამერიკული ხომ დაამარცხეს, ახლა ბრიტანულ deep state-საც დაამარცხებენ და მერე იაპონური მაფიის, იაკუძას საბოლოო განადგურების ჯერიც მოვა.
ჯერიც მოვა, ყველას ედებიან აბსოლუტურად. დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდაში ჩვეულ მუხტს ინარჩუნებს დასანქცირებული სამთავრობო ტელეკომპანია იმედი. ნახავთ დასავლეთის მორიგი გაშავების მცდელობა. მუჰამედი ზედიზედ მესამე წელია ინგლისში ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელად რჩება. ამას ამბობს ტელევიზია, რომლის საყვარელი მთავრობა არაბულ ქალაქებს გვიშენებს მილიონობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულს. რა უნდა ტელეკომპანია იმედს თვითონაც არ იცის. ძალიან არიან აჭრილები. თან აქეთ ჯერ აიათოლა ცრემლი არ შეშრობია კობახიძეს, არ იცია ვის ებრძვია, თვითონ არ იციან. თვალები აქვს ეს აი დახუჭული აქვს თვალები და აი იარაღს ისვრიან გაურკვეველი მიმართულებით. რომ იქნება ვიღაცას მაინც მოხდეს და ვერ გაუგიათ ვის ებრძოლონ. ევროპის გაშავებას მორჩით, ახლა გადავიდეთ მთავრობის წარმატებებზე. რა თქმა უნდა, ნახოთ ტელეკომპანია იმედის მორიგი საოცარი სტატისტიკა ამ კვირის. ტელეკომპანია იმედი კერძო სექტორის განმავითარებელ მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 20-ში. ესე იგი, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით. ანუ კერძო სექტორს ვიც ავითარებს იქ ვლიდერობთ, აი ეს განმავითარებელი ვინც არის, აი იქავართ ლიდერები. აი ვინმე უცხოელი რო კითხავთ, რითია გამორჩეული თქვენი ქვეყანა? ეტყვით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეული კულტურული ძეგლებით და კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით. და ეს უცხოელის რო ვლოგს რო წერს მე რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით ევროპის 20-ში, აი ესეთი ისადოთ. გადავიდეთ საინტერესო თემაზე და ვნახოთ რა მიზეზით დააკავეს ამ განვითარებულ ქვეყანაში კორუფციაში ჩაფლული 28 პირი. ვნახოთ რა ჩაიდინეს ამ ხალხმა. ბაღებსა და უფასო სასადილოებს, ნაკლებს, სააღდგომო სურსათსა და უხარისხო სადეზინფექციო საშუალებებს აწვდიდნენ. ანუ ბაღებში უხარისხო სადეზინფექციო საშუალებები შეჰქონდათ ამ ხალხს. მაგაზე არიან დაჭერილი. მოკლედ, სანამ ვიღაცა ჩინოვნიკის შვილს არ დააყარა ტანზე, მანამდე ეს უბრალოდ ბიზნესი იყო და მერე გახდა დანაშაული. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, მათ ჩინოვნიკებს წითელი კვერცხები და პასკები აქვთ მოტეხილი. აღდგომის სუფრაზე აქვს დაკლებული პროდუქტები. რეალურად აღდგომის სუფრაზე ანუ წითელი კვერცხი და პასკები აქვთ მოტეხილი. ესე იგი, ესენი ციხიდან კი გამოვლენ, მაგრამ არ ამგონია ღმერთმა ჯოჯოხეთიდან გამოიყვანოს, ისეთი კორუფციული ცოდვა აქვთ ჩადენილი. მოკლედ, რომ ვთქვათ, მოხუცების საჭმლის მოპარვასა და ბაგაბაღის ბავშვების მოწამვლის ხარჯზე დიდრდებოდნენ ეს არაჩვეულებრივი ჩინოვნიკები. ნუ რა ეკნათ? რა ეკნათ? თანამდებობაზეც ახლა არაფერი ყრია ისეთი. ეხლა ცოტა ბავშვები თუ არ დაწამლე, ეხლა და ცოტა სოცდაუცველ მოხუცებს ეხლა საჭმელი თუ არ მოუტეხე, ხო? და იქ ფული თუ არ მოტეხე. ისე რა უნდა აჭამო სახში შვილებს და მოხუცშობლებს? რაღაცა ხო უნდა აჭამო. ამიტომ უნდა ადგე და ის ბავშვები უნდა დაწამლოს ხვისი და აქვია მოხუცებულთა თავშესაფარში ხალხი უნდა წაართვა ის ფული, საკუთარ მოხუცებს დაეხმარო. ესე აი ლოგიკა ესეა დალაგებული. აი რაც ახლა მოისმინეთ ამ ყველაფრის ფონზე ვნახოთ რა ოცნება აქვს ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას. ოდიშარიას სურს ამერიკული ფილმების მსგავსად საქართველოში ერთ ოჯახს ერთი მანქანა ჰყავდეს. როგორი დამთხევა ხალხსაც სურს ამერიკული ფილმების მსგავსად სავსე მაცივრები ჰქონდეთ. ნახე ბექა, როგორი რაღაცნაირი დამთხევა ამ ფილმებზე. აი ამას ამბობს ადამიანი, რომელიც საკოლექციო მანქანით მოძრაობდა ბასლაინში თეთრი შლიაპით, ხო გახსოვთ? და ეს საკოლექციო მანქანაც გამოჰყავს, აი რო იტყვიან ხოლმე რუსულად პაპრაზნიკა რა, მიხვდით? თორე ძირითადად სხვა მანქანებით მოძრაობს. აი უფრო ტანსაცმლის მიხედვით არჩევს რა ფერის ტანსაცმელს, რომელი ფერის მანქანა მოუხდება. ჯერ მიდის გამოაღებს კარადას და მერე მიდის გამოაღებს გარაჟს. და ისე გამოდის სახლიდან. ამას გეუბნება კაცი და ჩვენ გეუბნება რომ ჩვენ ერთი მანქანით უნდა ვიმოძრავოთ თითო ოჯახმა. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც ქართული ოცნებისთვის წარმატებული სიახლეა. ირაკლი კობახიძე მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის საფუძველზე დაინგრევა რიყის დოქები. რიყის დოქების ანგრევენ, რომელიც რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული, როგორც არქიტექტურული შედევრი და მის ნაცვლად დადგავენ შენობას, რასაც ვიმსახურებთ, ძვირფასო მეგობრებო. ზუსტად ისეც,
როგორცაც ეს ქვეყანა იმსახურებს, როგორცაც ჩვენ ვიმსახურებთ, ერთი სიტყვით ამაზეც იგივეს ვიტყვი. ამაზე კი არ უნდა გავბრაზდეთ ხალხო, ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა. ჩვენ თავში. აი თქვენ გეუნებით კიდე ახლა უკვე მეორე მხარეს რო გადაბრუნდით, იმიტომ რომ ახლა უკვე იქით მხარე დაგიბუჟდათ. ხო, აი თქვენ გეუნებით, აი ჩვენ თავშია პრობლემა. თან TikTok-საც არ აგდებთ ხელიდან. ათვალიერებთ, ახლა უკვე სადუფლო კაი ხინკალი კეთდება. ხო, და მიდით დაანგრიეთ, სალამ ჩვენ ხინკალს ვარჩევთ, თქვენ დაანგრიეთ და საერთოდ იმ დოქების ნაცვლად ერთი დიდი გრანდიოზული სახინკლე აგვიშენეთ. და აი იმ სახინკლეში დაგიმტკიცებთ, როგორი ვაჟკაცები და ჩვენი ქვეყნის როგორი პატრიოტები ვართ. აი ამიტომ ვერ წაგვაქცევენ. ვერ წაგვაქცევენ და ვერ მოგვერევია. მართალია მხართეზოზე წამოწოლილები გაზარმაცებული ხალხი ვართ, მაგრამ აბა მითხარით ვინაა ჩვენი მომრევი? ვინაა ჩვენი მომრევი? არც არავინ, დიახ. აი ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია მალე ჩვენ შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თამუნა ლეგვეიშვილის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი განცემის სტუმარია სცენარისტი გოჩა თანდარაშვილი. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ. ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათ შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემაზე, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსახიობის მონოლოგი, რომელსაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დახმარება შეუწყვიტა. ნახოთ ნომერი. Ღვინაო როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე? მოგესალმებათ თეატრის დამსახურებული არტისტი, წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელი ბატონი რობერტ ლირი. აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ ბატონმა ბიძინამ დახმარება შემიწყვიტა, მაგრამ ზოგიერთ ვიგინდა რას დაუტოვა. ორა მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა. როგორ? ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო მე შემიჩრა ბატონმა ბიძინამ და ვიღაც სტუდენტარ მსახიობებს დაუტოვა? სადა ხარ ამ დროს ღმერთო? სადა ხარ ის რო ლეცაცხროვანი ის არის და დუმე ყოველივე. ერთ დღეს დილით ადრე გამეღვიძა და SMS-ის ხმა არ გამიგონია. ეთყობა არ მოსულა. ცუდი არაფერი მიფიქრია. ბოლომდე მქონდა იმედი. ისევ რომ ზდუმდა ტელეფონი, გადავწყვიტე გამერკვია. რა ხდებოდა ჩემს თავს? მივადექი ადგილს, სადაც მოჩქებთა წყარო ჩემი ღვაწლისა და დამსახურებისა. და ჰოი რას ხედავ? სალაროები ჩაკეტილია. მე და ჩემი კოლეგები ლამის არის მისჭივრები, დავჭეთ. რატომ გაგწირე? რატომ გაგწირე ბიძინე? რატომ? 2012 წლის 1 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე რომ მოვკურცხლე ნაცების ოფისიდან 9 წამზე უკვე როსტომ მეფის სასახლეში ვიყავი. დარჭობილი ქართული უცნობის დროშით ხელში. ეს უნდა გახსოვდეთ ბატონო ბიძინა თქვენ. იცით თქვენ რომ 2011 წლის ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე
ნაცების მიერ დევნილს და ნაგვებ ნაწანების როლი ისე მაქვს შესრულებული, რომ ამ ამრჩეველმა ფისზე სამჯერ გამომიძახა. როდეთ? სულეს ეყმიროდე. სხვათა შორის მე იოგაც ვიცი. ვიცი ქება, ვიცი დიდება, ვიცი ხოტბის შესხმა, ვიცი კომპლიმენტები. მე პროფესიონალი არტისტი ვარ. თქვენ რა გაინტერესებთ ბატონო ბიძინა? ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ 200 კილო ვაზელის რა ვუყო რა? სარდაფში რომ დამრჩა დასაწყობებული. უფუნქციოდ და უმისამართოდ. ვიღა გაიპოხება თავიდან ფეხებამდე და ფრჩხილებამდე და ფეხის გულებამდე. უკეთესი ცხოვრების მოლოდინში. ვაი რომ მლიქნელობაც შერჩევითი ყოფილა ამ ქვეყანაში. მე რომ თქვენს საშინელ ქმედებებზე ყველაფერზე თავს ხუჭავდი და ფაქტიურად ეს 14 წელიწადი წილში გავატარე. რამდენი ამაგი მაქვს თქვენთვის? რამდენი? ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში ვინ მოიგონა ყველაზე ცნობილი დაპირება? ვინ? მივედი ბატონ ბიძინასთან და რამდენიმე ვერსია შევთავაზე. ვერსია პირველი. ცხელი თოვლი, შრალი წყალი, მძიმე ბამბა, იაფი ფული. ბიძინას ეს უკანასკნელი მოეწონა. დიახაც, ეს კარგიაო. ამას დაუპირდები ხალხსო. და ეს მე მოვიფიქრე. მე. თქვენ ვერც კი ხვდებით. ვერც კი ხვდებით ვის შეუწყბიტეთ ფინანსური დახმარება. მე სახალხო არტისტს და 4 შვილის დედას. ასე ვიყავი გაფორმებული კულტურის სამინისტროში. ამდენი წელი ბიძინას მე ხოტბე როცა ვიყავი და მისი ქება დიდების შემსხმელი ვჭირდებოდი. ახლა აღარ ვჭირდები. მიმაგდო. ლირი ვიყავი და ახლა გავხდი შნირი. შნირი ყველასგან მიტოვებული. ახლა იცით რაზე მეფიქრება? იმაზე მეფიქრება, რომ მე მგონი ამათ წინა ხელისუფლება სჯობდა. აი, ვაი რომ არ გვიცნობთ თქვენ ბატონო ბიძინა წითელ ინტელიგენციას. ჩვენი წარმომადგენლები ვართ, რომლებიც ყველაფერზე ვართ წამსვლელები. დიახაც, როცა ჩამთბარებს და ჩაღუღუნებულებს ოდნავ სიცივე შემოგვეპარება. ერთი ადგილის თამაში გვიყვარს. არა, სააკაშვილი გიჟი კი იყო. მაგრამ ამათ 10 თამის ჯობდა. ეს ესენი ვინები მოვიდნენ? ვინები დაგვასწრე ხალხო თავზე? გადაიფორმა მთელი ქვეყანა ამ ვიღაც ჭორვილელმა სოფლელმა ამან. არა, ამისაგან აღარ შეიძლება მეგობრებო. არა, ქუძე კაცი უნდა გამოვიდეთ და უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. მოდის. არა, აქ არ მოდის. მოდის. არც აქ არ მოდის. მოდის. რევოლუცია მოდის. არა, აქაც არ მოდის. ერთი დროი. მოდის. რევოლუცია მოდის, მაგრამ ამ ოპოზიციის გადამკიდე მე მგონი საერთოდ არაფერი არ მოდის. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design,
In-space design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. In-space design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი განაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და ასევე დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზავნოთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ჩინოვნიკის ცოლების მორიგი მუსიკალური ნომერი. და აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობი. ნახოთ მუსიკალური ნომერი. მოგწინდება ეს გამრული ცხოვრება ჩვენ ხარჯავთ ქრის გონებას ვიყურეთ ჩიპი პიპი პიპი დავივართ რადგან ჩვენ ხალხზე მაღლაც გავართ რა კარგები ვართ ძვირფასო ტელემაყურებლებ ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი სპორტის დიდი ხომაგი, იუმორისტი, სცენარისტი, რა ვიცი, ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი გოჩა თანდარაშვილი, ბატონი გოჩა. იცი, შეიძლება ხუჭუჭა თმები რო ქონდა, აღარ ახსოვდეთ ისეთი, როგორიც ადრე იყავი, გოჩა. დღეს დედაჩემა და დოსთორი სხვათა შორის ხუჭუჭა თმებით რო ვარ უნივერსიტეტის ბაღთან გადაღებული. მე და ხარება. თან მაგრა დააწერა, ხარება თანდარა. დედაჩემ თანდარა დამაწერა. როგორ ესე და ეს წინა ხუჭუჭა თმები რო. ხო, შენი სავიზიტო ის იყო. ხო. ვა რა ჭკვიანად რა ვიცი აი ამ რომ ტრიალში ჩართული ცალკე საფეხბურთო ცალკე საზაფხულო ფეხბურთზე გვინდა რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ მე და შენ არა გვაქვს ახლა კაი დღეები არ გვიდგას მაგითო მოვედი შავებით ვიფიქრე რომ მე არ მიყვარს შავები რა ზოგადად რა არ მიყვარს შავები როაც ვიათ ხოლმე მაგრამ საფრანგეთის ხა მეთქი შორტებით მაინც და მაინც ისეთი ფეხებიც არ მაქვს ახლა რომ გამოჩნდეს და მეთქი ზემოდან მაინც რაღაცა ისეთ სფერას ჩავიცვა თქო მაგრამ მე გამახსენდა რომ შენს გავარდით ჩვენ ძალიან ცუდად გავარდით ფრანგები ძალიან ცუდად გავარდით ინგლისმა კარგად ითამაშა მაგრამ მაინც ბოლომდე კარგად რა ითა მაგას ისე ფრანგების გავარდა მერჩივნა მაგრამ იცი რა არის თავს ისე ვიმშვიდებ რომ მე ადგილის მოგებას შეიძლება უფრო დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს ადამიანს. რა თქმა უნდა, ვიდრე მეორე ადგილზე გასული. რა თქმა უნდა, ან გინდა მსოფლიო ჩემპიონობას, კაცო. აი, მაგათ მსოფლიო მესამე ადგილი, მესამე. ხო, ისე შენ როგორ შეაფასებდი ამ მსოფლიო ჩემპიონატს? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ამის ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა რა. კარგი იყო, კარგი, კი არა, მართლა ძალიან კარგი ჩემპიონატი არის. ნუ ერთადერთი ჩვენთვის ცუდი ის არის, რომ შუაღამეს ხო, ნუ ეს გაღამე მაგხრივ ცოტა ისე არეულდარეულები ვართ ადამიანები, ვინც უყურებდით ხოლმე ღამე თამაშებს, მაგრამ თვითონ ჩემპიონი რა მე მივესალმები იმას, რომ ბევრი გუნდიც არის. უბრალოდ მგონია, რომ ევროპიდან უნდა იყოს ცოტა უფრო მეტი გუნდი, ვთქვათ, ვიდრე ხო რაღაც სამხრეთ ამერიკიდან. ხო. მაგას ჩალი. ჩვენ და საწყალ იტალიელებს. საწყლები ეგა. ბეჭავ იტალიელებს, რომლებიც უკვე საუკუნეა ვეღარ გადიან. მაგრამ ერთი ძალიან კარგია ეს ამბავი ის არის რომ შენ ხარ საქართველოს ნაკრების ფანების ელჩი. ესე ქვია როგორ აი რომ დაგვიხასიათოთ რა არის ეგ? ხო, რა არის? ეგ არის მოკლედ არსებობს ასეთი ორგანიზაცია Football Supporters of Europe, ანუ ევროპის ფეხბურთის გულშემატკივრები, რომელიც არის UEFA-სთან მიბმული ორგანიზაცია. და რამდენიმე წლის წინ ჩემმა უკრაინელმა ძმაკაცმა ოლეგ სოლდატენკომ დამაკავშირა მათთან. იმიტომ რომ საქართველოსთან არავინ არ ყავდათ ასე ვთქვათ რა და დამაკავშირა მათთან და მე რაღაც კონგრესებზე ჩავდიოდი რომელსაც ისინი აფინანსებენ ევროპული დაფინანსებებით დავდივარ რაღაც იმებში. აგენტიც ხარ. პატარა აგენტიც ვარ. ხო და მაფინანსებენ ხოლმე ჩავდივარ და რა ვიცი სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ რა არის ბილეთის ფასებზე პრობლემები აქვს ძალიან ბევრს
ყოველ იმაზე მწერენ ხოლმე რა, რომ აი ყოველ თვე რაღაც კითხვარები არის რა, რომ აი გოჩა რა, ნუ ყველას უგზავნიან, მაგრამ ნუ მე როგორც გოჩა მომდის, რომ თქვენთან ბილეთის ფასები როგორია იმაზე ევროპულ ჩემპიონატზე. იქ ვიღაცა წუწუნებს რა. სიტყვაზე ბელგიელი წუწუნებს, რომ მოიმატა კაცო 22 ევრო გახდა. იქ ვიღაცა პორტუგალიელი წუწუნებს, რომ 31 ევრომდე ავიდა. არა, ჩვენთან ნორმალურად. ისე რაღაც. პირველად რომ რავი 1 ევრო გამოდის 3 ლარი, 5 ლარი ზოგან უფასოა საერთოდ. ღია კარები შედი. ხო და უყურე. ამე ვწერ ხოლმე რა, რავი. ხო და ნუ მოკეთ რაღაც თემებს გავიხედე. იქ მე მითხრეს რომ არის ეს ასეთი რაღაცა ფანების ელჩი რა. ანუ დიდ ტურნირებზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე არის კეთდება ფან საელჩო რა. ხო და ახლა ჩვენ არ ვიყავით აქამდე გასულები და არაფერი ის არ იყო და მოკლედ აი მარტში რო გავედით 2 წლის წინ 26 მარტს რო გავედით მეორე დღეს უკვე მომწერეს რომ გოჩა ფან საელჩო უნდა გააკეთო. ვა ხო კი ბატონო, ოკეი რაღაც აკეთიქით. ხო და როგორი რაღაცა იცი? იმ ქალაქებში სადაც თამაში გაქვს, მაგალითად დორტმუნდი, ჰამბურგი, გელზენკირხენი პირველი 3 თამაში ხო ქონდა, ნუ მე როგორ კეონის. პატარა ესეთი რაღაც ჯიხურივით გაქვს, ხო, სადაც დგახარ და წინასწარ აბაზრებს სოციქსელებით, იმით, ამით რაღაცეებით, თქვენი ტელევიზია ძალიან მეხმარებოდა მაგამ ბავში გიორგი დარჯანია და ხო და სხვაებიც კიდე. ხო და მოკლედ ვიპოვე ყველა იმ ქალაქში ადგილობრივი ქართველები რა. აჰა. იმიტომ რომ იმ ქართველებმა უფრო კარგად იციან იქაური ამბები რა და დორტმუნდში 2 ქართველი გოგონა მეხმარებოდა, ჰამბურგში ქართველი ოჯახი ცოლ-ქმარი, სუპერ სასწაული ადამიანები, გელზენკირხენშიც ასე და მე კეონშიც უკვე მე ყველა ერთად ჩამოვიდა. ძალიან კარგ ადგილზე ვქონდა, მაგალითად დორტმუნდში ბანჰოფი ქვია, რკინიგზის სადგური რაც არის. აი მის გადმოსწრივ იყო ჩვენი ისა და ანუ როგორც კი ჩამოვიდოდა ადამიანი დორტმუნდში, ხედავდა რომ აქ საქართველოს დროშა რაღაცა და მოდიოდა და გამარჯობა, გაგიმარჯოს ბატონო გოჩა, სასტუმრომდე როგორ წავიდეთ, სტადიონამდე როგორ წავიდეთ. რა ჩავიცვა? ჩანთასად და ხო, რა ფერი ეგეც იყო, ქართულად იყო ეკითხების. რა ჩავიცვა? ჩანთასად შეიძლება დავტოვოთ, იმიტომ რომ ზოგი ჩამოვიდა თამაშის დღეს. გაიგე და ვეღარ ასწრებდა სასტუმროში მისვლას და რაღაცას და ჩანთასაც შეიძლება დავტოვოთ და რაღაც და აი მე აბა იქ დარეკვები ესე და მოკლედ აი რომ ეგონა რომ ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედი და მორჩა აი ჩემი ოცნება ახლა და ეხა ვისი ამოვნებ ვისე უკვე ვიმუშავე იმენა აი გავწკდი ამდენი გულშემატკივარი ჩავიდა ძალიან ბევრი 10000ობით დედასპიცა და ოღონდ ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო და ყველა ძალიან მაგარი ადამიანი იყო აი ყველა აბსოლუტურად რითი გამოირჩევა საქართველოს ფანი აი ბიჭო იმპულსურობით პირველ რიგში შეძახილები რა გვაქვს ნახე გვაქვს ძალიან ცოტა ჩვენთან ახალი დაწყებულია ეგ პონტი რა გაიგე ინგლის თუ აქვს მილიონი სიმღერა ინგლის თუ აქვს ყველა ფეხბურთელზე სიმღერა ხო კონსაზე შეიძლება იმღერონ რაღაცა იმას როჯერსზე ეხლა ქონდა ოაზისის Wonderwall ხო თავისთავად ხო იმა თუ ძალიან მე ჩვენ ხო ახლა ვიწყებთ რა ამ ყველაფერს რა ჩვენ გვაქვს მერაბის სეფაშვილის უფრო ირმა სოხაძის ტექსტი ბასაფიაშვილის იმით და მოკლედ ხო და ოღონდ მე ვიძახე რომ ძალიან კარგი სიმღერაა ეგ ძალიან კარგი არის აი ძალიან მაგარი ხალხი რასაც აიტაცებს ეგ უკვე კარგია მორჩა ანუ ჩვენ რა ტიპები ვართ ისი თამას მივყვებით რა ანუ ვიღაცას თუ აქვს დალაგებული ეგ ისა რომ ამ დროს ეს უნდა მიმღეროთ ამ დროს ჩვენ მივყვებით თამას და ყველა დეტალი არის რაღაც თამასზე დამოკიდებული აი ძალიან მარტივი რო გითხრა დორტმუნდში რო ქონდა თამაში მე ჰამბურგში ქონდა 4 დღეში ანუ 18 22 26 იყო და 19-20 მქონდა თავისუფალი წავედი დიუსელდორფში რა დიუსელდორფში თამაშობდა უკრაინა და წავედი ამ ჩემს მაკასთან ოლეგ სოლდატენკოსთან წავედი რომ მეთქი გვერდში დაუდგები რაღაცა იმას ვიზავდა თან დიუსელდორფშიც მაკასი მყავს კახა გაბელაია კარგად მოგეცედება ქართული ღვინის ბარი აქვს და შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ყველაფერი და წავედით კახასთან მე და ოლეგი კახამ რაღაც ქართული ღვინო გაგვიხსნა იქ სულგუნი ფხალი რაღაც ქართული ხემსი რაღაცა და კახა ყვება რომ ბიჭო ოლეგას უყვება რა ჩვენ ვაფშე ძალიან უცნაური ხალხი ვართო ქართველებიო რა ანუ აი თამაშის დროს ცოტა სხვანაირად ფანობთო რა მაგალითად აი ბურთი რო ძელს რო მოხვდებაო ხო
ყველაო, აი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში აი ძელს მოხდა ხო და ამოიოხრებს ხოლმე რა, რომ აი ძელს მოხდა. და მარტო საქართველოში არის, სადაც ყველა ყვის შტანგა. მართლა ეგრეა. ემოცია ეგ არის. მაგრამ 60,000 კაცი ყვირის შტანგ დავინახეთ, ვიცით? მაგრამ ნუ აი ჩვენ ხო და გამოვხატოთ ეგრეა და გაგიჟდა ოლეგა დღემდე ყვება მაგ ისტორიებს ხოლმე. გულშემატკივრებზე უნდა გითხრა, ეს ზოგადად კადრში სულ ჩდება ხოლმე, აი მაგალითად კოსტიუმიანი ადამიანი რა, ეს რაღაცა სპეციალურად რაღაცა კონკრეტული თამაშისთვის იკერავს რაღაცა, აი მაგალითად ფარაონები იყვნენ ბევრი ეგვიპტის თამაში. ხო, აი. ხო, არა, ეგ ყველას აქ. ეხლა მე მაგალითად პირველი ჩემი ეგეთი დიდი ფორუმი, ასე ვთქვათ, იყო 2016 რა საფრანგეთში რა. Livingstone-მა გამიშვა მაშინ ერთ-ერთი კომპანიისთვის ვაკეთებდი ერთვიან ლაივებს, ლაივები, ფოტოები, რაღაცები, ანუ რეპორტაჟებს თელი ამ ევროპის ჩემპიონატიდან 51 თამაში იყო, 10 თამაშზე ვიყავი. სხვადასხვა ქალაქებში მთელ ამ საფრანგეთში დავბრუნდი გიჟივით, ხო და ამ ფოტოებს ხო ვიღებდი ხოლმე ხა ვიღაცა ძალიან ლამაზი გოგონა, შვედი გოგონა გაიჩნდებოდა რაღაც სასწაულ ფორმაში, ვთხოვდი რომ თუ შეიძლება გადავიღოთ რომ გავაგზავნო რაღაცა ეს და ხედავ მოდის გვირილა. როგორ გვირილა? აი გვირილა მოდის რა. კოსტიუმია გვირილა. კაცი არის ესე მწვანე აცვია და ეს თავზე არის გვირილა რა. კოსტიუმი. ხო, საღალ მამა ჩემის ხნის კაცი არის. ხო და ესე გვირილა არის რა ეს თავი აი ესე აქვს აი ესე ჩანს და ახლობით სახე პატარა. ეს ზიაფთია. ხო და მეთქი თუ შეიძლება მეთქი რომ ფოტო გადაგიღოთ ხო და კი გოჩა გადამიღე. ქართველი არა ჩრდილოეთ ირლანდიელი იყო მაგრამ ვიცნობდი. ანუ ლვოვში ჩვენი ფეხბურთის ფანები რომ ვიკრიბებით ხოლმე რა. იქიდან ვიცნობდი რამდენიმე წელი ხდებოდა და ერთად ვსვავდით ხოლმე რაღაც მაგრამ ბიჭო ამ გვირილაში ვერ ვიცანი. ხო და წარმოიდგინე რაღაცა ლიონში ხარ გვირილა დაინახე და შეიძლება გადაგოს კი გოჩა გადავიღე. სრული სიგიჟე მქონდა მაგ იქ ფოტო. ეგეთი ნაცნობი ადამიანი ხშირად შეხვედრია სიტყვაზე სხვადასხვა სიტუაციაში, ანუ ბიჭო, ნაცნობები აი იგივე ეს ფეხბურთის გულშემატკივრები შემხვედრიან, დავადექი რამდენიმეს ვიცოდი იგივე ჩრდილოეთ ირლანდიელები ისე ირლანდიელები დავადექი იმაზე რაღაცა, მაგრამ ყველაზე უცნაური იყო აეროპორტის ამბავი, ლიონის აეროპორტში მომივიდა, ლიონიდან მივფრინავდი კიევში. ზიგორ ველოდები და ბიჭო, ხედავ რომ წინიდან მოდის ვიღაცა ძალიან ნაცნობი სახე რა. თუ ისეთ ასაკოვანი ისიც. და შევხედე და ვაიმე, მეთქი მამაჩემის ძმაკაცი რა. ანუ იმდენად ნაცნობი სახე იყო რომ მეთქი თემურას ვინ არის? ხო, თემურას ძმაკაცია და ვაიმე, მეთქი თემურას ძმაკაცია და ვინ არის და შეხედა სერ ალექს ფერგიუსონი. ფერგიუსონი. გაგახსენდა რომ დედას ვიცავარ, უცებ აი დედას ვიცავარ, აი ვერ მოვისავქე რომ უყურებ და ვა, მეთქი რომელია ესა და თემურას მაგაცია და სერ ალექს ფერგიუსონი. და წამოხდი ეგრევე ხა მე კი მანჩესტერი გულზე არ მეხატება და მაგან გვიქნა რაც გვიქნა მთელი ეს ისა, მაგრამ ცხოვრება გაგიწევს. მეთქი ხო და მეთქი ფოტოს გადავიღებ ჩემი მანჩესტერელის ვაკაცების ფონდში რა, რომ გავუგზავნი რაღაც და ხო და გარბის ესა რა. ხო და მივარდე მეთქი სერ ალექს ერთი ფოტო მეთქი და არა, გეხვეწები, აი ოღონდ მართლა ძალიან ზდილობიანად ყველა კარჩიო თვითფრინავ აი აფრენილია უკვე და უნდა შევახტევ. გაიქცა რა და ესე ვეღარ გადავიღე მამაჩემის ვაკასთან ფოტო. მანჩესტერმა გაგვამწარაო და ამბობ ხა ყველა მიცის მე მგონი საქართველოში შენ ხარ ლივერპულის ძალიან დიდი გულშემატკივარი. თუ დადიოდი ლივერპულის თამაშებზე. აი მაგალითად ლივერპულის თამაშებზე ლიგან ხო და აი რახი გეტყვი ხა ლივერპულის ერთხელ ვარ ინგლისში ნამყოფი 2008-ში ლივერპულის თამაშზე. კლასის თამაში იყო, მაშინ ლუთონ თაუნს ხვდებოდა. ხო და ოღონდ და დანარჩენი ვარ ევროპაში, ბრიტანეთის ვიზის ამბავი ხა ცოტა ის არის რა პრობლემა რაღაცა და ლივერპულის თამაშზე ვარ ნამყოფი თურქეთში. ხო, თურქეთი. თურქეთში ზოგადად ჩემი პირველი წასვლა იყო ნაკრებზე წავედი თურქეთში. ხო, ჩვენ ნაკრებში. ხო.
ტრაბზონში იყო თამაში, თურქეთი საქართველო. ტრაბზონში იყო. და მაგაზე წავედით ბიჭები რა, მე დრუპი, შონზო, შვილდაძე, საღინაძე, ჯანელა, ბენე რა, მოკლედ ჩვენი ისა რა ქვია, მეგობრები, ხო და წავედით და ყველა ვერ ჩავედით. რაღაც ნაწილი დათვრა ქობულეთში და დარჩა. ხო და ბიჭო რო გადავდიოდით მესაზღვრე ნუ და მაშინ თურქეთის ნაკრები დედის კულა ნაკრები ყავს თურქეთს რა. ხო. რაღაც სოფლიოზე მესამე და რაღაცები და მესამე ადგილი რო აიღო მახსოვს. მოკლედ სასწაული ნაკრები ყავთ რა და მესაზღვრე გვეუბნება რომ 3-0-ს მოგიგებთო რა. ნუ კაი ჩვენ გადავედით ახლა. ნუ გაგაბწარათ რა ხო რა რომ აი რაღაცზე მიდიხართ რა აი 3-0-ს მოგიგე და ჩავედით ტრაბზონს ჩვენი ადგილები გვაქვს და ნუ გალიაში ვსხედვართ რა ეგეთი გალია რომ თავს არ დაგვესხდნენ ისინი და დანარჩენი ატმოსფეროა სიგიჟე რა სასწაული ღრიალია აი თურქეთის სტადიონებზე რა ხდება ღმერთო და გვიფარე არის გადავარჩი 100-იანმა რომ გაიტანა გოლი ჯანელა ხო იცი იატიპიცა გიორგი ჯანელიძე ხო გიორგი ჯანელიძე კაცების ხო როგორი მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება ეგეთია გოლი რო გავიტანეთ საღაც პირველი რიგიდან ამოვათრიე ესე გადავარდაწი ეს ხარფნის ესე ამოვიყვანათ ხო და წამოვით უკანა გზაზე მოვდივართ რა დამთავრდა იმავე ღამეს ერთ-ერთი დამთავრდა ხო იმავე ღამეს მოვდივარ და დახვდა ისევ ის მესაზღვრე რა თურქეთის ხარსავარ და დრუპი აი უნდა და რომ აი 3-0 ხო გითხრა იმამ და დრუპის უნდა რომ უსხას რომ რა 3-0 ერთ-ერთი დამთავრდა და თურქული ხო ესე მიადგა და იაგან მეტი ეგეთ ფრაზა ვერ იაგან წამოვედი თურქეთში მაგის მერე ვიყავი ტრაბზონში ვიყავი მე ტრაბზონსპორი ლივერპული იყო UEFA-ს თასის თამაში ნუ მაშინ UEFA-ს თასი ერქვა ხო და ზაფხულია აგვისტო და ბიჭებმა დავაი წავიდე ეს ლივერპულის ფანი 4 თუ 5 ფანი ეს ლივერპულის მაისურებით აი შეუბლაწონდით ამ ტრაბზონში ხო და მაშინ კაკრას როგორი ამბავი იყო იცი რომ წინა წლებში ბეშიქტაში ლიცის გულშემატკივრებში დაპირისპირება მოხდა თურქებმა ორი ინგლისელი მოკლეს და რაღაც და მოკლედ ძალიან ცუდი ამბავია ამ თურქებს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის რა და ლივერპულიდან ვინც არის ჩამოსული გულშემატკივარი ისინი დადიან ჩვეულებრივი ფორმებით ანუ ესეაც ვიათ აი ეს და ჩვენ აქედან ეს 4 ქართველი ლივერპულის ფორმები ტრაბზონში და ბიჭო და ნელ-ნელა ხო იცი რო დადიხარ და ნელ-ნელა ატყობ რომ ვიღაცა ერთი მოყვება ცოტა ხანში მეორე მოყვება უკან რაღაც და ერთი 60 კაცი მოყვება ბოლოს უკან რა ხო და უკვე სუთბონში ხარ რა ხო და მივედით ამ სტადიონთან რაღაც ბილეთები ისაქეთ რაღაც აქეთ იგი და შედივარ და აი აქ უკვე გაგვაჩერეს რომ ვინახართო რა თურქებმა რა ასკვე ვინა ვართ გულშემატკივრები ვართ და ეს და ესე უკვე რომ ატყობ რომ ამოყაცეს გარშემო ძალიან ბევრი თურქი ყავს რა არც თუ ისე კეთილგანწყობილი ხო და რა არის აქ მე რა პონჩი დადიხართ ამ მაისურებით რაღაცებით ესა და კარჩე მე ხო ვიცოდი რომ თად კაი დამოკიდება არ ქონდა აქედან მქონდა წაღებული ფოტო შოთი დაჩისთან გადაღებული ტრაბზონსპორში თამაშა ხო და ეგრევე აჯიბიდან რომ ამოვიღე ფოტო იმენა ეს დაბეჭდილი ფოტო მქონდა წაღებული რა რომ მეთქი შოთი აჩის ძმაკაცი ვარ ძმაო ხო და დედამო აი ნიტუკას ჩემი შვილის ცოცხლებს ვიცავარ ეგრევე მორჩა ყველაფერი აი ტიპებმა დაიჩოქნენ აი მართლა მუხლებზე არ დამდგარან მაგრამ შენ გენაცვალეო ძმაო შენ თუ შოთია დედას ვიცავარ აი მართლა იმხელა ავტორიტეტი აქვს ადამიანებს წარმოიდგინე და ხო და შენ თუ შოთიაჩი და მე ერთი მოვიდა ვინც ინგლისურად ცოტა უფრო კარგად აბაგო და ბიჭო კი ბატონო გავიგეთო და ყველანაირ შედი ძმაო და ვაფშე არანაირი პრობლემა არ გექნება მაგრამ თუ შოთი დაჩეს მაგაცი ხარ ლივერპულს რატო გულშემატკივრა მეთქი ბიჭო ბედის უკუგმართობა ხო ბავშვობიდან რაღაც საკვები აი ეგეთი ამაი და რაღაცა და აი დედას ვიცავ მართლა შოთი აჩის ფოტო გადაგვარჩინა რა მაგრამ მე ანუ ხო ჩვენ ხო დიდი ხანი ვიცოთ მაგრამ მე ერთმანეთს და ვიცი რომ
ნებისმიერ თამაშზე შეგიძლია წახვიდე. აი ნებისმიერზე. აი არ არსებობს, აი ფეხბურთი ერქვას რა ლიგა, რომელი ლიგა, სათამაშო, აი ნებისმიერზე ხარ და წასულ ხარ კიდეც რა და ყველაზე ეგეთი თამაშზე სადა ხარ ევროპაში, აი ყველაზე ნუ საქართველოს ქვედა ლიგების თამაშებს თუ არ ჩავთვლით. რაღაცა თამაშებს. ახლა იგივე მალმეოში სადაც ამირჩიეს მე ამ ბორდის წევრად არჩევნები რო იყო შვედეთში მალმეოში იყო არჩევნები მე თამაშს წავედით რაღაც შვედეთის მეორე ლიგის თამაშზე ვარ მაგალითად ნამყოფი რომელიც ცოტათი არ მაინტერესებდა მაგრამ ბიჭო მუღამია რა გაიგე ვაფშე სხვა რაღაცა არის რა ხო და კარჩი 1-2 წლის წინ იყო თუ 3 წლის წინ სახში ძალიან შემაწუხეს ჩემმა რა რომ დედა ჩემი და ბავშვი რაღაცები რომ წადი დაისვენე რა რა მთელი ზაფხული მუშაობდი რაღაც ისე და გადაიწვევი და აღარ იوارგებ და წადი დაისვენე რაღაც და კარჩი გამაგდეს აი მართლა გამაგდეს რა სახლიდან რა და აი ეგრევე დავსერჩე და ახლა რამდენიმე ადგილი მაქვს რაც რისი ნახვას მინდა რა აი მოსაბჭიჭკის რო ეძახით ხოლმე მოსანიშნი და ერთ-ერთი მქონდა პრაღა რა ხო პრაღა გაი ნუ ლუდი მიყვარს ძალიან და პრაღა ისეთი თემაა ხო და აი ავიღე ბილეთი მეორე დღეზე რა და წავედი პრაღაში მარტო ვარ რა ჩავედი პრაღაში ჯერ სასწაული დავხდა გეი აღლუმები და რაღაცები იყო რო ჩავედი მე გათხოვილი კაცები ხო სასწაული მსვლელობები და ისინი ქონდათ რაღა როგორი მსვლელობა ქონდათ იცი ჩამწკრივებულები იყვნენ ესე ძალიან საყვარელი ხალხი ჯიგრები იმენ აი ერთობოდნენ თავის პოჩი ერთობოდნენ რავი რა სერჩიერი აი არ ვიცი თავის როგორც კომპანიების მიხედვით იყვნენ დალაგებულები რა ანუ აი ხა რო იყოს რომ ვთქვათ სპარის გეები ნიკორას გეები გორგიას გეები და აი ეგეთი მსვლელობა იყო სუპერი გასო ბეროდნენ ოდიკაური კომპანიები ხო ნუ იკაური კომპანიები აქ რო არ მიიღო მაგრამ სპარი იქაც იყო მე მგონი და ნუ ის არის რა ქვია ხო მოკლედ აი ძალიან ის იყო რა ძალიან მხიარულება იყო მოკლედ პირველი დღე ჩავედი ეგ დამხვდა რა ხო და ნუ ახლა წავედი მე ჩემპიონში წავედი რაღაც ლუდები და იმედი მოგიჭრის ამაზე დაგიდებს იმედი ამიდონ გასო ვიღავ დავინახე ხო ვისაც ერთი გეი არ ყავს დანახული იმის დედაში ხო და ნუ რავი და სადაც ხოდა სასტუმრო იმის წინ დადიოდნენ ხო ის ტიპი რო არის ჩემი ბედის დედა ხო ნუ აი პონტი იყო რა ნუ აღლუმი იყო და დანახული ვისაც არა ხო და ნუ წავედი ჩემპიონში ხა ლუდსახარშები უნდა მენახა რაღაც სხვადასხვა ლუდები ისინი ძალიან მაგარი ლუდის ბარი მასწავლა ჩემმა დამ ნუ ეს ლუდსახარშები მოვია რაღაცები და ნუ მინდა რომ ფეხბურთზეც წავიდე ხა რაღაც უცხო ქვეყანაში რო ხარ მე ვასება რომ რაღაც ფეხბურთს წავიდე დავსერჩე მეთქი რამე თამაში ხო არ არის აგვისტოა იმიტომ რომ ახალი დაწყებულია სეზონები რაღაც და გაიშთა პრაღაში ბოჰემიასის სლოვაცკოს თამაში ვინარიან ხო და სად არის ბოჰემიას ნუ კი ვიცი ხა ორივე გუნდის სახელები ვიცი მაგრამ ბოჰემიას სტადიონი სადაც რაღაც ქალაქ გარეთ რა ცოტა რომელი ლიგა არ უმაღლესია კი როგორც აი ესეთი შუაში ვარიან რაღაც თამაშები შუაში წავედი მოკლედ ამ ბოჰემიასის იმაზე რა ქვია სლოვაცკოზე ბოჰემიას სლოვაცკოზე წავედი ცოტა ადრე მივედი რომ იქამდე ბარში დავждე ლუდი დავლიო რომ ეხა ბოჰემიასის სლოვაცკოზე ისე ხო არ შევა და ბარი საკაიფოთ ავარჩიე რა გაგრა სტადიონის წინ იყო და ბოჰემიას მწვანე თეთრი ფერებით არიან რაც ირლანდიურ პონჩი და შემოდიან ეს ტიპები რაღაც ანუ და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს ბიჭო იმიტომ რომ ბოჰემიას თამაზე არავინ არ დადის სხვა ამ ფეხბურთელი ნათესავი ან მთელი ცხოვრება რომ ბავშვობიდან რომ მოყვები და იმას და ვიღაცა გოჩა თანდარაშვილი გაიჩიცა უცხო კაცი ხო და მე ფერები რომ ვახე მე მწვანე ხო უცხო კაცი ვიღაც უცხო კაცი შემოსული უბანში თან სტადიონში ჯერ უბანში ვართ მე მწვანე თეთრი ჩავიცვი რა იმიტომ რომ აბათი ფერები მწვანე თეთრია ხო და
აბა ვინახარ რაღაც აი მეთქი ეს პრაღაში ჩამოვედი და მეთქი პრაღაში რო ჩამოდიხარ მე ეგრე მგონია მეთქი რომ პირველი ბოჰემიანსის თამაში საფრთხე თუ არა პრაღაში მეტი რა უნდა ნახო რა გაქვს სხვა შეგენაცვალებე და აბა ლუდები და აბა ვახტანგურები და მოკლედ შევედი უყურე იქ აბა იქ სტადიონის სიგიჟე აი ბიჭო პატარა სტადიონი ძალიან რა მაგრამ აი ოჯახებით მოდი ბავშვები დარბიან სტეიკები იწვება ჰოთ-დოგები რაღაცეები იქ თავის ჩამოსასხმელუძები ყველას თავის პერსონალური ჭიქა აქვს რაღაცა და იქ ვიღაცებთან საუბრები რომ აი ბიჭო რას ფიქრობო ხა წინა ორი თამაშიო ეს ჩვენი ნახევარი რავი მეთქი აი რა წინა ორი თამაშიო მოკლედ აი თელი ეს ამბები აი ძალიან კაი დრო ვატარე წამოვედი მორჩა თამაში მოვიგეთ ბოჰემიანსმა წავედ ქალაქის ცენტრში რომ რაღაც დავждები ახლა მეთქი კიდე შევჭამ ღამე რა შევჭამ დავლევ რაღაცა კიდე ახალს ვნახავ ხო და ბიჭო ის არის რა ქვია ხო დავინახე რომ გაიარა ერთი ორმა ტიპმა გაიარა კოპენჰაგენის მაისურები აცვიათ რა მეთქი ნუ დანიელი ტურისტები არის და მე კოპენჰაგენის ფანები მყავს მაგაცები რა დანიელები ხო ცოტა ხანში გავიგე კიდე ვიღაცები გასწრე ერლინგას ვწერა ჩემ დანიელს მაგას რომ ერლინგ მეთქი რა ხდება პრაღაში რატო არიან კოპენჰაგენი ბიჭო ჩემპიონთა ლიგის თამაში გვაქვს მე წარმოიდგინე აი მართლა ძალიან ვისაი იქ ჩემპიონთა ლიგაზე ეგრე ვერ ისიამამდე როგორც იქ აი ოჯახურ გარემოში და იმაში ოჯახში თამაშობდნენ ფეხბურთს ო არა ის გიჟე იყო ესე იგი ბოლოსკე რა მოვიფიქრე იცი გოჩა ჩვენ ქონდა ახალგაზრდობაში ცოცხალი შოუ ესეთი გადაცემა ხო მე სარა მოხვიდოდი გადაცემაში გითხარი რომ მოდი ეს რუბრიკა გავაკეთოთ ხო და შენი ტექსტები მოიფიქრე მე ჩემ ტექსტებს მოვიფიქრებ ანუ ეს არის იმპროვიზირებული სიმღერა იმპროვიზაცია რა ოღონდ ფეხბურთზე რო გავაკეთოთ ხა მე შენ შეგიძლია რა ქვია მაკრიტიკო თუნდაც საფრანგეთზე ნუ მე შეიძლება ინგლისზე ცოტა მაგამ ბავშვი ხო ოღონდ ეს არის მუსიკალური ნომერია ბართალე ბენდი არა ყოსმარა თამუნა ისევ ჩვენთან არის მაგან დამაწყებინა სიმღერა მე ხო და მოდი თამუნა აი ეს სინთეზატორზე დაიწყებს ლეკვი ხო საუკეთესო ვიყავი აი მუსიკალური ნომრები ყველაზე კარგი იყავი გოჩა ყველაზე მაგარი ყველაზე სასაცილოდ ამთავრებდი ხოლმე კომენტებს ვერ ვარ ისეთი თქვად ისე ომარკეთ მაგრამ მე მგონი რა ნორმალ შობლიური მე და სტივარდესა რაღაცა ეგარი ხო ვინ დაიწყე მე დავიწყებ თუ შე მე დავიწყებ დიდი დაიწყე ხო არგენტინამ ეს რა გიქნათ ეს რა ვნახე წუხელი მთელ ბრიტანეთს გუშინ თავზე დაახურა ტუხელი აი მე რაღაცა აჯდება კი ბატონო ინგლის გულშემატკივრობდი სუნთქვა მქონდა ჩქარიო კეინ ცოტა აუჩქარე ჰარი ბიჭო ეს სისულელები კი ბატონო ინგლის ნუ გადაყოლებთ ერთ წაგებულ თამაშსო სამაგიეროდ აჯობეს პანამას და განასო შეხორასაბუ დაწყება იგივენაერი მაგ და კი ბატონო ინგლის გულშემატკივრობდი ჩაიძირა ჩვენი გემი რადგან მესიმ გამოისვა კეინი და ბელინგემი არა უცბა იყოს ეგრე იყო და ასე დარჩა ბელინგემი ტიტულმოუგებელი ბუკინგებში ვეღარ შევაკიბე უყუდებელი ესპანეთმა შესაფრანგეთს ბურთი გადაატენა მატჩის მერე თურმე ტესტმა ორი ხაზი აჩვენა კაია ესპანეთის საწადელი როგორც იქნა ახდა 3 დღის წინ იამალი 19 წლის გახდა
ესპანეთთან გამარჯვება მეტის მეტად ძნელია მარცხნივ უდგათია მალი მარჯვნივ კუკურელია როდრი მართლა მაგარია პედრო პორო უღირსი ცენტრში უდგათ ფაბიანი რუისი და უღირსი რუისი და ურბრიზი გაიგო. კაია, მადლობა დაუნა. მადლობა. გოჩა ძალიან დიდი მადლობა მოხედი. შენთან გადაცემა არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. წარმატებები მინდა გისურვო. ყველაფერში ასევე უსურვო მინდა ჩვენს საქართველოს ნაკრებსაც მინდა უსურვო, იმიტომ რომ შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე იქნება ჩვენც კი. გავიდეთ ეს იმედი მაქვს რომ უნდა გავიდეთ ის რაღაცები რომ ეს გავიდეთ. ფირფას ტელემაყურებლო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გოჩა თანდარაშვილი. დღეს მიანი გეშტობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. დარჩით ტელეპირველზე წინ ვიკა ბუკრიას პირველი ხაზი გელოდება დახომდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.